14 წლის აიდანის ბადიროვი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი 17-ჯერ გახდა. ჭიდაობაზე ბავშვობიდან დადის. ეს სპორტი მისი გატაცებაა. ოცნებობს რომ დიდ წარმატებას მიაღწიოს, თუმცა მის ოჯახს უკიდურესად უჭირს და ბევრჯერ ჭიდაობაზე უარის თქმაც მოუწევდა მწვრთნელები რომ არ დახმარებოდნენ. ეს ბავშვი აზერბაიჯანელია, ჩამოსულია. ცხოვრობს რაღაც ისეთ ბინაში, რომ რა ვიცი, ადამიანი ძალიან რთულ პირობებში უწევს ამას. ვარჯიშზე კი მოდის და არ აცდეს, არც ერთი ვარჯიში და ძალიან წარმატებული ბავშვია. ყველგან შედეგები მიყვავს და სამეულში ყოველთვის შედის. ჩვენც არ ვზოგავთ თავს და ყველანაირად ვერტში უდგევართ. 17-ჯერ გავხდი ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და მიჭირს სახში და ნიმონწყილი, რა ვიცი, ვაშლის ყიდის. შეჯიბებზე რომ მიდივარ ამბორვალებში, რა ვიცი, 120 ლარი, 100 ლარი მინდა. ბათუმში რომ მიდივარ 120 ლარი, 130 ლარი მინდა წასვლა. აიდანის მშობლებთან და სამ მცირეწლოვან დასთან ერთად რუსთავთან ახლოს, სოფელ დილში ცხოვრობს. მაშინ, როდესაც მისი ასაკის ბავშვებს წინავთ, აიდანისი ყოველ დილით ვაგზალზე მატარებლით მიდის, რომ დეზერტირების ბაზარში ლიმონი გაყიდოს. და ლიმონი ხო ვერ გნებავთ 5 წელი ლარად. დღეში მისი შემოსავალი 5-6 ლარია. დილით ადრე ყინავს, აიდანისი კი სიცივეს უკვე მიეჩვია. თავიდან უჭირდა, მაგრამ ახლა მუშაობა აღარ უძნელდება. ამბობს რომ დედა ხშირად ავამტყოფობს, მამას კი მუდმივი შემოსავალი არ აქვს. ეს მათი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. უკიდურესი გაჭირვების გამო აიდანისი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს. ზია ლიმონი ხო ვერ გნებავთ 5 წელი ლარად ზია. 4 საათისთვის კი სოფელ დიღმის გზას დაადგება, რომ ჭიდაობის გაკვეთილზე არ დააგვიანოს. მატარებელი დღეს 51 და მაგას ბილეთს ვიღებ და მივიდივარ სახში. დედა ჩემი ავათა და მამა ჩემი ხან მუშაობს, ხან ფულს არ აძლევენ. რა ვიცი, თანაც მე ვეხმარები ოჯახს და მუშაობ, ნიმონ და ვარსკვლავს ყიდი. სკოლაშიც ვერ ვახერხებ, ვერ დავდივარ და მიჭირს რა ძალიან და პასპორტი უნდა გავაკეთო და საქართველოში ვარჯიშობ. ვარჯიში მინდა ბაქოში, ვაფშე არ მინდა წასვლა. მე აზერბაიჯანელი ვარ, არ მინდა ვაფშე ბაქოში წასვლა. აქ ვარჯიშობ და იმიტომ საქართველოს მიყვარს. აიდანისი ოცნებობს, რომ წარმატებული მოჭიდავე გახდეს და თელმა საქართველომ გაიცნოს. მანამდე კი თავდაუზოგავი შრომა უნდა განაგრძოს.